დაბრუნდით პირდაპირ ეთერში და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ბევრ ადამიანს აწუხებს, ასე ვთქვათ. მე ხშირად მსმენია ჩემს გარშემო პრობლემები, რომელიც ახლავს კბილების პროთეზირებას, რომ ეს პროთეზი ხშირად არ არის მყარი, ქმნის ძალიან დიდ პრობლემებს და ხშირად უსარგებლო ხდება და ზოგადადაც ვთქვათ პროთეზზე ეს სინანულის ან რაღაცა ისეთი მარტო იმიტომ მოდის რომ არ არის დაფიქსირებული კარგად და რაღაცა უხერხული დროსაც კი უხერხული ხდებიან ვარდებიან უხერხული ხშირად არის ხოლმე რაღაც ფულის ხარჯვასთან დამოკიდებული იმიტომ რომ იცვლიან გონიათ რომ ეს იმის ბრალი არის რომ არ არის კარგად მორგებული და მეორეს იგივე პრობლემა აქვს და მოკლედ ძალიან ბევრი რაღაც უსიამოვნო თვეები და ისინი გადის ხოლმე ამასობაში და ტყუილად ფულის ხარჯვა. თუმცა იქიდან გამომდინარე რომ ყველაფერი ვითარდება, აღმოჩნდა რაღაცა ინოვაციური მიდგომები, აი სწორედ პროთეზირებასთან და იმედია რომ გადაიჭრება ის დისკომფორტები, რაც ახლდა აქამდე ამ პროცესს. ამ ინოვაციური მიდგომის დამნერგავი კი საქართველოში გახლავთ კუზანოვის კლინიკა, რომლის სპეციალისტებსაც და რომლის პაციენტსაც ახლა შემოვიწვევთ სტუდიაში. რობერტ აგამირიანი, ორთოპედ ქირურგი, პლასტიკური ქირურგი ბატონი გუგა კუზანოვი და პაციენტი ქალბატონი ირინა ახმეტელი, ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები. სალამი, სალამი. ბრძანდი. ხოთ, დაბრძანდით. ჩვენს კლინიკაში გეპატიჟებით, აბა დაბრძანდით. ბრძანდით. მართლა საუბრობდით თუ არა, ნუ ჩვენი გამოცდილებით ასეა. პროთეზის მატარებელი ადამიანები ყოველთვის წუხან და ეს რაღაც ერთგვარ დისკომფორტს უქმნის კვების მიღებისას, ურთიერთობებისას, ხო? სულ ტვინში გიტრიალებს ალბათ ესეთი აზრი, რომ ხო კარგად არის დაფიქსირებული ხარ რამე ამასკენ და იზღუდები საჭმლის დავშეთ სხვადასხვა რაციონის გამდიდრებისგან, იმიტომ რომ უხეში და მკვრივი საკვები მახსოვს რომ ვიცით რომ მანამდე არსებობდა რაღაცა ტიპის დამაფიქსირებელი გელი, რომელიც არსებობდა და არსებობს ალბათ კიდევ. რა მდგომარეობის ინოვაცია? ნუ ინოვაციაზე ალბათ ჩვენი ორთოპედი ლაპარაკებს ბატონო რობერტი და ანუ რაში მდგომარეობს? ესე იგი, ნუ გელი რა თქმა უნდა აფიქსირებს რაღაც დონემდე, სანამდეც არ არის ატროფია ვთქვათ, ყბის ატროფია, ანუ ილევა წლების განმავლობაში. ძვალი და იცვლება ფორმაც. იცვლება, ჯდება და ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე ვერ ვაფიქსირებთ, ვერც წებოთი, ვერაფრით ვერ ვაფიქსირებთ ამ პროტეზს და ძალიან დიდი დისკომფორტია პაციენტისთვის, როცა პროტეზი არ არის დაფიქსირებული. რა თქმა უნდა არის იმპლანტაცია შემოვიდა ძალიან აქტუალურია, როცა ჩვენ უკბილო ყბაზე ვაკეთებთ იმპლანტების მეშვეობით, ვაღდგენთ ამ კბილის რკალს არის მოუხსნელი კონსტრუქცია, მაგრამ ამისთვისაც თავისი პირობებია საჭირო, ანუ ძვალი უნდა მოქცეს მაგის საშუალება, ანუ თვითონ ზომები ძვლის უფრო სწორედ, ანუ სიგრძე, სიგანე ძვლის უნდა მოქცეს სტანდარტული იმპლანტის ჩასმისას. და ძალიან ხშირია ეს პრობლემა, როცა არ აგვაქვს ადგილი ფიზიკურად. ზედმეტი ჩარევებით საჭირო შემთხვევაშიც შეიძლება ვერ მივიღოთ ისეთი ეფექტი ვთქვა, რომ შეხოსდეს იმპლანტი. ამ დროს უკვე გინდა თუ არ გინდა პაციენტი გადადის მოსახსნელ პროტეზზე. ხო და ამ შემთხვევაში როცა ძალიან გალეულია დაფიქსირება, მაგის შეუძლებელია. მერე პაციენტი უკვე უკმაყოფილოა, გონია რომ ექიმის ბრალია, გააგებინე პაციენტს რომ ანუ არა გაქვს სათანადო ძვალი რომ დაფიქსირდეს. ხო, მერე უკვე იწყება ესეთი ცოტა დისკომფორტი პრობლემები ურთიერთობის გამომდინარე პაციენტს. და ნდობის დაკარგვის რეალურად ხო? ზოგჯერ სანამ შემოვიდა ეს სისტემა easy to fix-ი, ხო? ჩვენ ზოგჯერ უარს ვეუბნებოდით პაციენტს, ნუ პროტეზირებაზე. ძალიან ცუდია, რა თქმა უნდა, ექიმისთვის, მაგრამ ვიცოდი, რომ აქ მე შედეგს ვერ მივიღებ. ნუ ფიზიკურად გავაკეთებ, იქნება მაინც პაციენტი უკმაყოფილო და უარს ვეუბნებოდი. რაც ისიც ძალიან ცუდია. სანამ აი ზუსტად ინოვაციაზე გადავალთ, ქალბატონ ირინას მინდა რომ გითხრა, თუ აწყდებოდით თქვენ თავად მანამდე ასეთ პრობლემებს? დრო ისეთი უმობელია, წლები გემატება და გიჩნდება პრობლემები. და ჩემი ყბა ასეთი ძალიან პრობლემატური იყო ძალიან. იმდან გაილია, რომ შეუძლებელი იყო ამის დაფიქსირება, შეუძლებელი.
მაგრამ ისეთი ექიმი მყავს. და ამის ესეთი ინოვაციური მეთოდი აღმოაჩინდა. ეს გავიკეთებ. 1-3 დღეა, ხო? 4 დღეა. სულ ახალი გაკეთებული მაგ. და არანაირი დისკომფორტი არ აი, ვერ წარმოიდგენთ როგორი ბედნიერია. იცით რა, საუბრის დროს არ გეტყობათ არაფერი, მაგრამ საუბრის დროს კი არა, იცით როგორი დისკომფორტია, როცა რაღაცას მიირთმევ და არ მოყვება და აი სიტრის ცრემლები რო ჩამოგდეს, იცით, ეს არის ძალიან ძიმე, მაგრამ ეს ყველაფერი მომესწრა ჩემმა იქიმ. ანუ პროთეზი არსებობს მოსახსნელიც და არა? არის არა მოსახსნელი, მოუხსნელი. ამ შემთხვევაში ისევ გვაქვს ჩვენ მოსახსნელი, ეს კონსტრუქცია რჩება მოსახსნელი, უბრალოდ არის მექანიკური ფიქსაცია გვაქვს ამ შემთხვევაში. ანუ არის ორი იმპლანტი, მაგრამ არის იმპლანტი, ხო, სტანდარტული იმპლანტი აქვს. ეს უკან კეთდება? არა, წინ კეთდება. აი ამათ. როგორც წესი, საერთოდ გალევა უფრო გალეული არის უკანა მხარეთ, ან იქ ნერვი გადის, რაც უკვე არ გვაძლევს იმპლანტის ჩასვლას. წინ ნიკაპში ყოველთვის ადგილი არის, მაგრამ ეს იმპლანტები, რომელიც ჩაუსვით ხო ჩვენ პაციენტს, ხედავთ კიდეც. ხა, დიახ, ზუსტად აი ეს არის. ძალიან წვრილია. ანუ ის ეტევა ჩვეულებრივად ძვალში. დიახ. ეს თვითონ სისტემა არის გვაძლევს აი პარალელობას, რომ ჩაისვას მეორე იმპლანტი კეთდება ახლა აქა. ანუ ორი იმპლანტია საჭირო. ორი იმპლანტი, მაგრამ არის ძალიან ძვირი. ზემოდან ჯდება ეს კონსტრუქცია. აჰა. ჩალე ესეთი ცოტა მსხვილი ნემსი სტოლია. ოღონდ რა თქმა უნდა არაფერი არც განაკვეთი კეთდება, არც განაკვეთი კეთდება, არც იკერება, ჩვეულებრივად იხვრიტება, ანუ იმდენად წვრილია, რომ ჩაჯდება. აი ესეთ გაყუჩება. და ისევ თავისი პროტეზი, რომელსაც აქამდე ხმარობდა თუ კარგია, ნუ რა თქმა უნდა, სასურველი რომ გამოიცვალოს პროტეზი, უკვე ჩვენ გვაქვს კლიტე, ესე რომ ვთქვათ, რომელიც უკვე დაფიქსირ ჩაიკეტება, ხო, ჩაისვას პაციენტი, ჩაიკეტება და უკვე აღარ აქვს დისკომფორტი ამოვარდნის და რა. მაგრამ ბოდის ვიხდი, ანუ უკან ნაწილებში ხო ფაქტიურად ღია და საღეჭი ძირითადი ნაწილი ხომ უკან არის და აი ეს კბილები არის ჩვეულებრივად ზის. აღარ არის მოძრავი იმდენად, ანუ პაციენტი ჩვეულებრივად ეგუება და იკლიტება, რომ აღარაფერს და ეს რომ იკლიტება, ასე ვთქვათ, შემდეგ მაინც მოსახსნელიო რომ იქ ანუ თქვენ შეგიძლიათ შემდეგ კი, რა თქმა უნდა, ეს საჭიროა ჰიგიენის თვალსაზრისით რომ უნდა მოიხსნას, გაიწმინოს, მაგრამ აქ სხვა ნიუანსი ამისი, რომ უკვე გვაქვს დაფიქსირებული ის, რაც ადრე იყო ლაპარაკის დროს რო ვარდებოდა დისკომფორტი ვერ ჭამდა და საერთოდ ვერ იკეთებენ. ზოგჯერ მარტო გასვლისას იკეთებენ და ჭამენ და იმის გარეშე, პროტეზის გარეშე კუთვნას სტუმრად ხარ ან სადღაც ხარ ან ტელევიზიაში ხარ მოპატიებული. ელემენტარულად ახლა ვაშს ვერ ჩაკმიჩავ, ხო? ეს პრინციპში ადამიანში ქმნის ძალიან დიდ ფსიქოემოციონურ პრობლემას. ანუ ფაქტიურად სხვა რეჟიმში უნდა იყოს, სულ მაგაზე უნდა იფიქრო, რომ რა და ეგ საკმაოდ რთულია. ეს ინოვაციური ჩვენთვის არის თუ საერთოდ სტომატოლოგის ეს სხვათაშორის ძალიან ახალი დაპატენტებული სისტემა არის, რომელიც მარტში ვნახე მე გამოფენაზე გერმანიაში როცა ვიყავი, ძალიან მომეწონა და მინდოდა ჩამომეტანა საქართველოში და მე ნახა როგორ იმუშავებს, იმიტომ იქაც იყო სიახლე ეგა. ისრაელის კომპანია უშვებს მაგას, კორტექსი. ხო და ძალიან მომეწონა, სხვათაშორის პირველად რო გავაკეთე, ძალიან მომეწონა. დაშვებულია უკვე ევროპაშიც საზღვარგარეთ ყველგან ფაქტიურად. მუშაობს სერტიფიცირებულია, უბრალოდ საქართველოში ეხლა და ეს მაგის ახლა განცდა მქონდა, როცა ახალი რაღაცი ჩამოვა, რამდენად მოეწონება პაციენტს, რამდენად იმუშავებს ყველაფერი, ნუ ხავატონო ირინე, მოვლი არსებობს მაინც ამასთან ერთად. რო გაკეთდა, უნდა წამალ ენიშნება, ალბათ კი გამოყოჩებულ. გამოსავლებს ვსვავ, ნუ გამოყოჩებელს ვსვავ, მე მეორე დილით ისე ხარ, რომ თითქოს კაი და გულისხმობა იყვება, მოვლა, მოწესრიგება პირის დროს როგორ რომ მივედი სახში და ვისადილე და კიტრს რო ჩაკმიცა. ხო, ეს ძალიან გემრიელად რო შეჭამ. აი, არ ვიცი, აი, რა თქმა უნდა, მადლობელი ვარ და ისეთი მადლიერი ვარ ჩემი ექიმის რა. კი, წარმოვიდგენი. იცით რა მაინტერესებს? საერთოდ ეს იმპლანტები ძალიან ძვირი სიამოვნება, აი სათითაოდ რო აკეთებენ, ხო? სწორედ ვამბობ, იმპლანტი, აი სათითაოდ შენივე. როცა გვინდა რომ მოუხსნელი კონსტრუქცია გავაკეთოთ, ბევრი მუდმივი აი იმპლანტი, ეს არის ძალიან ძვირი სიამოვნება. რა თქმა უნდა, ადამიანები ირჩევენ, რომ გაიკეთონ პროტეზი, რომელიც შედარებით იაფი არის, ხო? არა, სხვათაშორის ეგრე არ არის, ეხლა კი არის ძვირი, მაგრამ თუ ძვალი აძლევს პაციენტს, ნუ ჩვენ უყურებთ ტომოგრაფიას, ვხედავთ ძვალს და როცა მეუბნებით პაციენტს, რომ აქ შეიძლება გაკეთება მოუხსნელის, ეხლა
დამერწმუნეთ რომ ყველა ნუ ცდილობს რა თქმა უნდა ძვირია, მაგრამ მაინც ცდილობენ რომ გაიკეთონ მოუხსნელი. იმიტომ ის ბევრად კომფორტულია, რა თქმა უნდა, არ იხსნება, ნუ ჩვეულებრივ როგორც თუმცა მდგომარეობაზე მაინც დამოკიდებულია. მარტო კვლის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. რაღაც ასაკის შემდეგ პრაქტიკულად შეუძლებელია და საერთოდ პრაქტიკაშიც ეგრეა. არის ზედმეტი ჩარევები, ანუ ქირურგიული ზვლის დამატება, გაზდა, რა თქმა უნდა, ძალიან აქტუალურია და ვაკეთებთ. მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში ცოტა რისკებიც და თვითონ კურნალობის ვადაც ძალიან გაწელილია. ხო და მაგას ვამბობ, ეს პროტეზი ხო ბევრად უფრო ადვილი არის და ალბათ ფაშიც ბევრად ნაკლებად, იმიტომ რომ როცა გალეული არის ძვალი, იქ იმპლანტის სრულყოფილი იმპლანტის ჩასმა შეუძლებელია. მაშინ უნდა მოხდეს რა, ეს უკვე საკმაოდ რთული ოპერაცია, ეს არ არის მარტო სტომატოლოგიურ კაბინეტში თქვათ რო გაკეთეს. დაშენება ეს ფაქტიურად ავტოტრანსპლანტაცია ხდება ძვლის ესე თქვა. ანუ ზოგადი ჯანმრთელობა წაიწყობს ეს. ეს ყველაფერზე არის. კი, კეთდება, რა თქმა უნდა, ჩვენთან კლინიკაშიც კეთდება ეგ თან საკმაოდ ბევრი, მაგრამ ყველაფერი უნდა გაითვალისწინო, ასაკი, ჩვეულებრივად ანალიზები უნდა გავაკეთო, გამოკვლევები. მეტნაკლებად გარანტირებული უნდა იყოს შენც და პაციენტიც, რომ ეს ძვალი მიხოცდება, ხო და მიიღებს მაგას. გარანტიას ვერ მისცემ პაციენტს. მაგის გარანტია შეუძლებელია და ასაკთან ერთად ეს პროცენტი რომ ორგანიზმი იზრდება, თავისთავად ცხადია და აი ეს ამ შემთხვევაში ხო რა თქმა უნდა ირჩევ უფრო ნაკლებ ტრავმატულ მეთოდს და ნაკლებ ტრავმატული მეთოდი რა თქმა უნდა ეს არის ერთი დღე და მეორე დღეს ჩვეულებრივი. მიუხედავად ამისა, მაინც ალბათ პაციენტს უნდა რომ მაქსიმალურად შემზადებული იყოს თითოეული წუთისთვის, რასაც გაატარებს თქვათ ამ პროცედურის დროს, ხო? აი რომ მივყვეთ თქვათ რამდენი ხნიანია ზოგადად ეს პროცედურა, თქვათ რამდენი საათი შეიძლება გაგრძელდეს, რა დისკომფორტთან არის დაკავშირებული და ასე შემდეგ. და რა ტიპის პროტეზებზე არის მორგებული? თქვათ ეს საუბარია თქვათ მთლიან ყბაზე როცა ხო და ნაწილობრივი პროტეზის დროს თუ კეთდება. არა, ნაწილობრივი ხო როცა ჩვენ თქვათ 2-3 კბილი გვაკლია, იქ რა თქმა უნდა 4-5 იქ არა გვაქვს ეგეთი ატროფია მიდის, როცა უკვე აი უკბილო ყბა არის წლებია და ასე შემდეგ. ხო, როცა 4-5 კბილია ჩასასმელი, იქ რა თქმა უნდა ვცდილობთ რომ გავაკეთოთ მოუხსნელი, აღარ მივიდეთ იმ დონემდე ვთქვათ რომ იყოს მოსახსნელი. აქ აი ზუსტად ეს სისტემა ჩვენ გვაძლევს აი უკბილო ყბაზე მუშაობას. საშუალებას. ხო, თვითონ პროცედურა არის სრულიად უმტკივნეო, ჩვეულებრივი ანესთეზია კეთდება და დაახლოებით 15-20 წუთი გაგრძელდა, ხო, ჩვენი ქირურგიული ნაწილი. მერე მიდის უკვე თვითონ დამაგრება ამ პროტეზის, ხო, ესეც დაახლოებით 1.5 საათი. ანუ მთლიანობაში მაქსიმუმ 40 წუთში პაციენტი მიდის უკვე კლინიკიდან დაფიქსირებული პროტეზით, ანუ წლები არის ისე ჩოუწვალობს და 40 წუთში უკვე დაფიქსირებული პროტეზი. თქვენ თავში აღნიშნეთ, რომ ამ პროცედურის დროს უმჯობესია, რომ თვითონ პროტეზიც გამოიცვალოს, განახდეს? კი, თუ რა თქმა უნდა, ხო, თუ უკვე დიდი ხანი ატარებს პროტეზს, თავის პროტეზს, რასაც ატარებდა, რა თქმა უნდა, ჯობია, რომ გამოიცვალოს, რადგან კეთდება ახლა ესეთი პროცედურა ყველაფერი მიდის და მე რო თქვა 9 წლის 1 წლის მერე თუ გახდა ისევ გამოსაცვლელი თუ გახდა ეს პროტეზი თუ ახალი გამოცვლილი აქ ადამიანის პროტეზი შესაძლებელია უკვე არსებულზე დაფიქსირდეს ეს ზოგჯერ არის ეგეთი ხანს სიმუშავე ანუ გაიკეთა თქვა სადღაცას ან ჩვენთან გაიკეთა პროტეზი არ მოეწონა ეს ფიქსაციას შეიძლება ისეთაც თქვა ანუ საცდელი პერიოდი რომ მისცე პაციენტს გაუკეთო პროტეზი თქვა ნუ რაღაც 1 თვე 2 თვე იხმაროს თუ ხედავს პაციენტი რომ ვერ ეგუება ვერ ფიქსირდება ეს მე უკვე შეუძლია ისევ ის პროტეზი ანუ აღარ მოუწევს პაციენტს მეორედ გადახდა ამ პროტეზის თანხა ხო შეუულებრივად უკვე მოვა და დაფიქსირდება ეს პროტეზი 1-40 წუთში იკითხე რა მე მაინტერესებს ზედა ქვედა ერთნაირად კეთდება ხო როგორც ზედაზე ისე ქვედაზე შეიძლება კი არანაირი შეზღუდვა მე მაინტერესებს ჰიგიენის მიზნებით რა სიხშირით უნდა მოგაკითხოთ ასეთმა პაციენტებმა იმიტომ რომ თქვით რომ ისინი თავად ვერ შეძლებენ სრულყოფილად ხო ამის მოწესრიგებას რა თქმა უნდა ჩვენ ახლა ვასწავლით ვეუბნებით როგორ უნდა მოუაროს პაციენტმა და როგორ წესი პაციენტი ვისაც ქონდა უკვე პროტეზი რაღაც იციან მოვლა და პაციენტზეც ეთყობა ზოგჯერ მოდის პაციენტი რომ პროტეზს ნუ ბოდიში რომ ამოიღებს პირიზღუდენ უკვე ეთყობა რომ ეს პაციენტი ნუ არანაირი არ მეგობრობს ჰიგიენას და საერთოდ არანაირად ну, რა თქმა უნდა, გვიწევს, მაშინ უკვე ვიბარებთ ცოტა ხშირ-ხშირად. თუ მოყვება პაციენტი, რა, მაგის ინტერესებში შედის პრინციპში, რომ დაგვიჯეროს და რა არის, და თვეში ერთხელ არის ხშირად. არა, თვეში ერთხელ არა. ну, დაახლოებით 3 თვეში ერთხელ, 4 თვეში ერთხელ და ისე გეუბნები პაციენტზეა დამოკიდებული. როცა მოდის პაციენტი, თქვა 3 თვეში და ხედავ, რომ იდეალურად აქვს დაცული ჰიგიენა, პროტეზიც სუფთა არის, იმპლანტები, რომელიც ჩასმულია პირიზღლუში, ისიც სუფთა არ ძნადები არის არაფერი. ну, ჩვენ უკვე შეგვიძლია ვთქვა, რომ ცოტა გაუწევო და უთხრა, თქვა 5 თვეში მოდის.
და ეს გადახედვა უნდა, ანუ თქვენთან მოსვლა მაინც შეიძლება იმასაც რომ გაიყვეს. და მით უმეტეს ახლა იმპლანტებია ჩასმული, ხო? ნუ არ იყოს რაღაცა ანთება ამ იმპლანტებში, ხო? სხეულია მაინც. და ანთება ახსენეთ და მე ველოდებოდი თქვენი პასუხის დასრულებას, მეკითხა რომ ყველა ინოვაცია არის სუპერ კარგი, რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაფერს ახლავს რაღაცა თავისი ხიფათი, ასე ვთქვათ, რა გვერდითი მოვლენები ან რა მინუსები შეიძლება ახლდეს ამ პროცედურას. გვერდითი მოვლენა პრინციპში იმპლანტაციის ყველაზე სკლიტე და აღარ ეგ გამორიცხული, ეგეთი რაღაცა არანაირად არ იქნება. ყველაზე ცუდი საერთოდ იმპლანტაციაში ეს არის, როცა იმპლანტი თქვათ არ შეხორცდა. არ მიიღო. ზოგადად პაციენტისთვის არანაირ ხიფათს არ წარმოადგენს ეს. ნუ ამოვარდება ეს იმპლანტი როგორც კბილი თავის დროზე თქვათ, ნუ მოიხსნება ეს იმპლანტი. და შედეგი არ იქნება უბრალოდ. შედეგი ხო, უკვე ნუ დავკარგავთ ამას. ნუ შეიძლება აქ არ არის გამორიცხული კი არა, ეგრევე შეიძლება წასვლა და მეორედ გაკეთება მაგაზე. ანუ ერთხელ თუ არ მიიღო ორგანიზმმა იმპლანტი, ხო, ეს არ ნიშნავს, რომ საერთოდ მეორედაც არ მიიღო. არა. რატო დავშეჩება სხვა ტიპის იმპლანტი გაკეთეს ამ შემთხვევაში თუ სხვა ადგილას. არა, ესეთი რაღაცა ხდება, მეგობრებო, ვაი, ცოტა აგიხსნით. როცა თქვათ დგება იმპლანტი, მე ხა ზუსტად სტატისტიკა არ ვიცი, მე მგონი 1%-ში არის, ხო, სტატისტიკით. არა, როცა კაი ძვალია და იმპლანტი კეთდება კაი ძვალში, სადაც შეიძლება მაგის დაყენება 98% დადებით ქირურგიაში ეს. ძვალი ცოტა გალეული უნდა იყოს. ხო, მაგრამ ამ ძვალში ხო სხვანაირი იმპლანტი. აგ არის ძალიან წვრილი, ანუ ამ იმპლანტისთვის ის ძვალი უკვე კაია. და სტანდარტული იმპლანტისთვის ის ძვალი არ არის. ზოგადად ყველანაირ იმპლანტზე საუბრობთ, მე მეგონა კონკრეტულად აი ამ პროთეზისთვის საჭირო იმპლანტი. ხო, არა, ამ პროთეზი საუბარი უკუჩვენები. აქაც შეიძლება ვთქვა, არ შეხორცეს ეს იმპლანტი. ეს როგორ არის, იცით, ნებისმიერი იმპლანტი, როგორი კარგი ფირმის არ უნდა იყოს, როგორი თხელიც არ უნდა იყოს, ეს არის უცხო სხეული. ნებისმიერ ვარიანტში. ამისი სტატისტიკა საერთოდ არსებობს. როცა არის ჯამთელი ყბა, თქვა, ძვალი და ასე შემდეგ, 98%-ში სოფლიო სტატისტიკით ხორცდება და ჩვეულებრივად დგება. ნუ 2% ყოველთვის არის ყველაფერში. და თან ისე რომ თქვათ და არ მოხერხდა, ნუ გამოვარდა ეს იმპლანტი. ხელმეორედ როგორც წესი ამის ჩასმა შეიძლება. და რაც თავი ხო ზოგადი მდგომარეობისთვის არანაირი პრობლემა არ არის, თქვა, ნუ ახლა თუ არ ხორცდება იმპლანტი, შეიძლება რაც იყო პაციენტი როგორც იყო მანამდე, ისე იქნება, ანუ არ გააფუჭებ იმას, რაც ჰქონდა, ეს ყველა. ოდნავ მინდა თემას გადავხმოთ, რომ მე მგონი ეს იმპლანტის თემა ამოვწურეთ. ზოგადად რაზე არის დამოკიდებული, ასე ვთქვათ, ყბის მდგომარეობა, გენეტიკაზე, ვთქვათ, მთელი ცხოვრების განმავლობაში არასწორ თუ სწორ მოვლაზე, თუ რაზე ვთქვათ, რაზეა დამოკიდებული? ყველაფერზეა დამოკიდებული. პირველ რიგში. დავიმატეთ თქვენ მაშინ კიდე მიზეზები. პირველ რიგში. დაავადებებზე ექიმზე, გენეტიკაზე, ექიმთან არსიარულზე, პაციენტის რაღაც არასწორი ცხოვრების წესზე ალბათ და ასე შემდეგ. ანუ ექიმზე დაიწყეთ, ძალიან მომეწონა ესეთი დამოკიდებულება. ექიმა შეიძლება გაგიფუჭოს, შეხო ცხოვრება გაგიფუჭოს. უნდა შეიძლება ხო? არასწორი ჩარევით, ხო? ნუ რა თქმა უნდა, ხო თუ არასწორად და ეს იწყება ადრეულ ასაკში. ადრეულ ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, გასულ გააჩნია რა დროს. ანუ ბავშვობაში არასწორად ჩატარებულმა, ვთქვათ, რაღაცა პროცედურა, არასწორად ორთოპედიულმა, ვთქვათ, რაღაცა. ანუ ბავშვობაში არასწორად ჩატარებულმა რაღაც манипуляციამ, ეხლა არ გამოიწვია, შეიძლება მაქსიმუმ გამოიწვიოს რკალის დარღვევა. ნუ ის მერე შეიძლება მაგის გასწორება ჩვეულებრივად უკვე მოვზილ ადამიანში შეიძლება და სწორდება ეს ყველაფერი. აი მერე უკვე როცა მუდმივ კბილებთან გვაქვს პრობლემა, ანუ როგორ წესი ახლა აი ამ შემთხვევაში როცა გვაქვს ჩვენ ესეთი ატროფია, ის არის ღძილების პრობლემა. როცა მიდის, ნუ პაროდონტოზის შემთხვევაში უფრო აქტიურად ილევა ძვალი. ასაკთან ერთად. კი, ეს არც ექიმის ბრალია, არც პაციენტის ბრალი, ეს არის გენეტიკური ფაქტორი. ნუ რა თქმა უნდა, ეხლა როცა გაქვს პაროდონტოზი, უნდა დროზე მიხედო, ეხლა არის უკვე ეგეთი ადრე არ იყო, მაგრამ ეხლა არის ეგეთი მეთოდები, რაც აჩერებს, ნუ ანელებს მაინც ამ პროცესს. ძალიან დიდი მადლობა, მე მგონი ქალბატონი ირინას მონათხრობი, ღიმილი და ყიალებული თვალები ყველაფერზე მეტყველებს და რა ვიცი, თქვენ თვითონ დიდი მადლობა. დიდი მადლობა. კლინიკას ძალიან დიდი მადლობა. მეორე ბედნიერი პაციენტი ყოლობთ. კავკასიის ფრონტი ნინო ჯორჯაძის ფოტოობიექტივში. პირველი ქართველი ფოტოხელოვანი ქალის ექსპოზიცია.
თქვენთვის კარგად ნაცნობი მსახიობები განსხვავებულ ამპლუაში. თბილისის მსახიობ ქალთა სამოყვარულო გუნდი ბენეფისის სხვა შუადღეში. გადაცემის სპონსორია კომპანია გასა. ახლა უკვე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან იფრინეთ პეგასუსის ავიახაზებით ევროპის 30-ზე მეტ ქალაქში. გასა ავიაბილეთები ყველა მიმართულებით. გადაცემის სპონსორია ავერსის იდეალური გათამაშება, სადაც თამაშდება 5x5000, 5x10000, 20000 და 40000 ლარი. გადაცემის სპონსორია დირსის საზაფხულო შემოთავაზება. შეიძინე გარემონტებული ბინა დირსის კურსით. $1 უდრის 2 ლარს. დირსი, მოლოდინზე მეტი. გადაცემის სპონსორია LG ახალი მაცივრებით, რომელთა ინოვაციური ტექნოლოგიური სისტემა უზრუნველყოფს მაცივრების მუშაობის ყველაზე მაღალ სანდოობას.